რას ფიქრობენ, რა აწუხებს? ინტერნეტი საერთოდაა გასათიში. ისურვებდით, რომ შეიცვალოს ეს თავრობა? რა თქმა უნდა. წარმატება არ არის, ომში რო არა ვარ. პოლიტიკით არ ხარ დაიწყო. მეგრუზები ხომ ძალიან რა მოყურებ და აი თუ დავინახავ ესეთ ადამიანს შეუძლია რაღაცა შეცვალოს, მაშინ გავაქტიუროთ. მოვედით ბაზარში, მინდა რომ ვიყიდო 10 ლარად რბილი საქონლის ხორცი 9 კილო. ღმერთი ჩემსკენ, გამარჯობა. რამე ქართული სიმღერა. ეხო. არ გინდა რუსული, არა. რა რუსული რად გვინდა? ჩავსავ ეხლა. ეხლა ჩავსავ. ქართული ჩვენი. ეხლა ჩავსავ. სად მოგცის ფერი თვალები? როდესაც იგიცქერი ქვეყანა ჩემი მგონია. მითვალები შემიცისებია. შენი ლამაზი თვალები ჩემთვის ყველაფერია. ყველამ რო უყურებს ეგაა. კი, ყველა უყურებს და ჩემ პირდი რომ რუსულს აღარ ჩართო. მაგარი. ფრიდონ შუბიძე. ფრიდონ შუბიძე. ბატონ ფრიდონ, რუსული არა. ვენაშვალი. ჩემ გამოუგიდო საქართველოს. დიდი მადლობა, გაიხარეთ. დიდი მადლობა. მე დაგვიწესო, მაგრამ ვენახოთ ერთმანეთი ჩვენ გამოუგიდო საქართველოს. გაერთიანებულში. ხო ხედავ ბრძოლას ყოველთვის აქ აზრი. რუსულს უსმენ და გადავიდა ქართულზე. ფრიდონმა მითხრა რომ ახარ მოусმენ რუსულ სიმღერებსო. რომ ხანდახან ადამიანები ამ რუსულ სიმღერას რომ მღერიან, იმას კი არ ნიშნავს რომ ოკუპანტებს უჭერენ მხარს, უბრალოდ რაღაც ვერ იაზრებენ, რასაკეთებენ, ინსტინქტის დონეზეა ეს საბჭოთა პერიოდის პროდუქტი არის რაღაც თაობა, საბჭოთა პერიოდში გაზრდილი ხალხია და ასეა დაჩვეული. ნუ იტყვით რომ რადგან რუსულ სიმღერებს უსმენენ ადამიანები, რუსეთი უნდათ და ოკუპაციას უჭერენ მხარს, ასე არ არის. მოვედით დეზერტირების ბაზარში, რომ ვიყიდოთ ახალი რბილი საქონლის ხორცი 9 კილო 10 ლარად. გამარჯობა, ხორცი სად იყიდება? 10 ლარად არისო 9 კილო. ვინ მითხრა? პრემიერმა. 5 ლარად? ვაიმე როგორ დასცინიან ბატონ პრემიერს. 10 ლარად არა 5 ლარათო. ნახოთ აბა, იქნებ გაიაფთა. იქნებ ჩვენ არ ვიცით. იცით რა არის 10 ლარად იყიდება 9 კილო ხორციო. ბატონმა პრემიერმა. ნახოთ აბა ფასები. დედა. გამარჯობა, რა ღირს ხორცი რომ მითხრათ? 10 ლარი. ყველამ გაიგო ეს ამბავი. თქვენც ვერ იპოვეთ ხო 10 ლარად ხორცი? 9 კილოს 10 ლარად ვერ მომყიდით? თუ გამოგყვებათ, იშოვით. კობახიძესთან მიდიოდა ისინი მოყიდენ. კაი, გავაგრძელოთ. მე მაინც ვჯერა რომ ვიპოვი 9 კილოს 10 ლარად. შეიძლება კობახიძეს ცნობენ და აძლევენ 10 ლარად ხორცს, პატივისცემის ნიშნით. და ისე რა ღირს მართლა სერიოზულად? საქონლის ხორცი ფარიღებს 25. ხო. დეკეული მაქვს ახალგაზრდა 28, 27 და ორი მაქვს 15. და საქონლის 28 ახალგაზრდა. 1 კილო. ძლიერი, დაიჯე კობახიძეს ხომ და უძრო. და უძლო რა ღირს რბილი? 34-23. გიყვანთა საქონლის რბილ ხორცს და ბორის რბილ ხორცს გაყიდინებთ 9 კილოგრამს 10 ლარში. აბა 10 ლარიო 9 კილო. ვიცი, ხო და მაგას მოკითხებით. რა ვქნათ ხალხო ვერ შოულო. ჩვენ ახლა ვართ თან მოსულები, იქ სადაც ყველაზე იაფია ხორცი, ანუ ამაზე იაფად ხორცს ვერ ნახავთ ვერსად. 10 ლარად სად ვნახო ხალხო 9 კილო ხორცი მითხარით.
სად არის? მოვიარე მთელი ბაზარი. ვაიმე თქვენ არ ვიცი ყობახიძეს უნდა წავყვეთ. გავგიშდებ. ეს სხვანაირი ხადები შემოგვიყვება. მითხარით 9 კილო ხორცი 10 ლარად სადვიშოვა. გარეთ ხდება არავინ არ გეუბნებათ? ეს არის ყველაზე იაფი ტოჩკა, როგორც იტყოდნენ აქ და 1 კილო ხორცი 34 ლარიო. გათავდაო, აღარ არისო. ესე იგი მთელი ბაზარი შაყირებს ყობახიძეზე. როგორ მიწუდა ეს გზავნილი ადამიანებს. ერაზოს ვერ გავაგებინებდით ამდენს ხალხს, რამდენიც ბატონმა ირაკლი ყობახიძემ შეძლო. მე მგონი ბიძინასგან პრემია ეკუთვნის ამისთვის. 10 ლარა წადი პრემიას მქარ, მე რას მეუბნები. არ არის 9 კილო 10 ლარა? ამიცი ერთი. აბა არისო? აი ყილადეცე მაშინ. ყილავეძე? მილი ხორცი მინდა საფო. აკეთ, წამო. ვინმე რომ მოკრავს ყურს ჩემს საუბარს, რაზე ვარ აქ მოსული, აქედან იქიდან მესმის შაყირის გლიცინის ხმები. ხო, 9 კილო მინდა 10 ლარად ვიყიდო. გოინე გადაო. მე ყობახიძეს უთხარ და ირე. ხორცი სად იყიდება საქონლის ბევრი? არა, მეორეზე არ გამშვა ბევრი რომ 9 კილო 10 ლარა. კი, გამოიცნო. ვერ ვიშოვი? როგორ ლაკინური შეიძლება. რატო აგერ უკანაც ცინის ქალბატონ? არ არის 10 კილო რბილი ახალი საქონლის ხორცი. გატარებული რამე, გაკეთებული. თქვენც არ იცით? 9 კილო 10 ლარა სად ვიყიდო ხორცი? ხორცი საქონელი. იმას მოგო გამოვიდა თუ ხაიყო ტელევიზორში რომ სადღაც არისო რაკეტილის გარეშე. მართლა გეუნები. იგიტარი 10 ლარაში და სადღაც 10 ლარაში არის. არ თქვენ სად იყიდება? რაკეტილის გარეშე. სად წავიდა ვარკეთილის მხარეს? არის. წამოდი. 9 კილოს ვეძებ 10 ლარად. ყობახიძეს მოსწოვე მაგის ჩამოწვეთა იყო. სად? ვატრიენ გაჩეჩილიზმები და აყიდინე. მე მაყიდინე თქო. ეთყობა ყობახიძეს აძლევენ იაფად. ნახე რას უყურებენ? შოთა ბერეკაშვილი 5.4 მილიონი აქვს შემოსავალი წელიწადში. აი მილიონერების ფასების კომისიას ბაზარში ეს გაჭირვებული ხალხი ასე უყურებს. მისი ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას და მის შემდეგ უკვე საბოლოო გეგმით წარსდგებით საზოგადოების წინაშე. ხორცი სად ვიყიდო 9 კილო 10 ლარად. წამოდი. გამარჯობა. 10 ლარად ვეძებ საქონლის ხორცს რბილს. რა იყო? რას ქვია არ არის? ტელევიზორში მოვისმინე. ხიდულოთ ბატონო ვირაკი აუც ამდენი გადნახო. გადაღება არ უნდათ, მაგრამ მოკვდნენ სიცილით. ეთყობა ყობახიძეს ცნობენ და უდიდესი სიყვარულის ნიშნად 9 ფასში აძლევენ ხორცს. ხიარული ყასაბია, წესით არ გამოგვაგდებს. გამარჯობა. ახალი ხორცი მინდა რბილი საქონლის. უბრალოდ მაინტერესებს 10 ლარად 9 კილოს. ვიყიდი? ვერა? რბილი რა ღერს? 35 ლარი ღერს რბილი? 9 კილოგრამს გაგიდინებთ 10 ლარში. და ანუ ვერ ვიყიდი გამოდის. აბა საიდან მოიტანა ყობახიძემ ეს? 17 ლარი ღერს 9 კილო. მაგრამ ჩვენ ამით არ გვმაყოფილდებით. ყველაზე იაფი წერტილი არის დეზერტირების ბაზარი, სადაც იყიდება ხორცი. ხომ ასეა? კი. აბა ხა მაღაზიაში ბევრად ძვირი ღირს. ხო და აი ნახეთ ბატონო ირაკლი, საქონლის რბილი ხორცი არის 35 ლარი. ღორის რბილი ხორცი არის 18 ლარი. კი ბატონო. მაგრამ საქონლისო რბილი აშეშ ვის არ მოსულია შეცდომა ვის არ მოსულია და იმდენი რამე ეშლებათ რომ რა უჭირს ახლა ისიც რომ შეგეთქვი ახლა შენ მაგას საქონლის ხორცი და ღორის ხორცი მიუმატ ერთმანეთს და გაყვაშულას და გამოუვიდება რა 11 არის იყო საქონლის ხორცს ვეძებ 9 კილოს რბილს 10 ლარად კი
გაიყიდა ყველა, მოვარდა ყველა და ხო, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ისე რა ღირს ხორცი? 35 ლარი. სააკონის რბილი ხორცი, ყოლის რბილი ხორცი 10 ლარად გაყიდე. საიდან მოიტანა ირაკლი კობახიძემ ეს? არა, არსად არა. ირაკლი კობახიძე უნდა გავუშვათ ხორცის საყიდლად ხოლმე. არა. ვერ ვიყავე 10 ლარიანი ხორცი. თქვენ ხო არიცით? არა. სადღაც ხო უნდა იყო? რანი შევიბათ. არა. ძალიან კარგად იციან, რომ ირაკლი კობახიძემ 10 ლარად 9 კილოს ხორცის ყიდვის რეკომენდაცია გასცა. სადღა ხალბატონ ხო არიცით? მოვიარეთ თადაბარი. რა აშტერებენ ამ ხალხსაც? კლეთ მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა არ დავაკელით არაფერი, სად არ ვიყავით, სადაც კი ხორცი იყიდებოდა, ყველგან ვიყავით, მივაკითხეთ ყველა დახს და მაინც ვერ ვნახეთ 10 ლარად 9 კილოს საქონლის ხორცი, რბილი.